ისათა დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ გააზრებული გვაქვს რომ კვირას ოდესაც მივდივართ წირვაზე ჩვენ ვესწრებით ზეცათა მეუფის მიერ გაშლილ სუფრას და ვიღებთ მისი ჩვენთვის დაკლული ძის იესო ქრისტეს სისხლს და ხორცს და მისი ძის სიტყვას, რომელიც ყოველი წირვის მერე იქადაგება განმარტებების სახით. თქვენ რომ წაბრძანდებით აქედან და შეგეკითხებიან, სად იყავი? უნდა უთხრათ რომ ვიყავით უფლის ძის ქორწილში და რა თქმა უნდა გაუკვირდებათ. და რას აკეთებდი იქ? მივიღე სისხლი და ხორცი. მოვისმინე საუბარი დარიგება იმის შესახებ თუ რა არის ჩემი დანიშნულება და ამ ქვეყანაზე მოსვლის თავარი მიზანი. ყოველ სახარებაში გადმოცემულია საეკლესიო ისტორიით და წმინდა მამათა განმარტებებით თუ რა გააკეთა ჩვენთვის განკაცებულმა ღმერთმა. დღეს მე მგონი ჩვენ უკვე გვიწევს აპოლოგია ჩვენი ამხსარებლობის. ქუჩაში შეიძლება შეგხვდეთ ნებისმიერი სექტანტი და გითხრათ, რას ქადაგებს ქრისტიანობა? რა არის ქრისტიანული სწავლება? ძალიან ბევრი მართლმადიდებელი აიჩეჩავს მხრებს და ვერ ჩამოაყალიბებს თავის ამხსარებლობას. ძალიან მოკლედ რომ იცოდეთ, ქრისტიანული მოძღვრება არის სწავლება განკაცებული ღმერთის შესახებ. რატომ განკაცდა ღმერთი, რომ შეგეკითხონ? თქვენ უნდა უპასუხოთ, იმიტომ რომ მე განვიხთო. რაში აბა მთავარი პრობლემა? 2000 წელზე მეტია საქართველოში ქრისტიანობა არის, მაგრამ ერთეულები არიან განხთობილი ადამიანები, ხო? ჩვენი წინაპრებიდან და ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ მაინც და მაინც ბევრი ადამიანი ვერ განვიხთო, ანუ ვერ ცხონდა. და ჩვენ დღეს 21 საუკუნის მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა უნდა ვიფიქროთ ჩემი ცხოვრების მიზანს რანაირად მიველტვი, რანაირად ვცდილობ მე რომ განვიხთო. ახსარება გასაგებია, ზიარება გასაგებია, მაგრამ არის რაღაც კიდევ რაც მე ხელს მიშლის უფალთან ურთიერთობაში. იესო ქრისტემ თავის მოციქულებს პირველი რაც მიანიჭა, ეს არის განხსნა და შეკვრა. განხსნა ხდება ბოროტისაგან. ასე მთავრდება მამაოჩვენოს ლოცვა, ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსასწრებსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. დღეს რომ მიხვიდეთ ნებისმიერ თანამედროვე მართლმადიდებელ მღვდელთან და უთხრათ, მამაო, კვეთებულის ლოცვები მჭირდება. აი მე წავიკითხე დღეს მოვისმინე სახარება, რომ ღადარიანელთა ქვეყანაში, გერგესეველთა ქვეყანაში ქრისტემ განკურნა ჯაჭვებით შებორტილი ადამიანი. და არაწმინდა სულები, რომლის სახელიც იყო ლეგიონი 6000 დაახლოებით, წარმოვიდგინეთ რამდენია. ღორების კოლჩი შეუშვა. მეც მინდა რომ განთავისუფლდე. მოდის, იცით რას პასუხობს თანამედროვე მღვდელი? არა, მე მაგის წაკითხვის უფლება არ მაქვს, მე ვერ დაგეხმარებდი. აი მიდი იქ 4 საათზე ამადამ ტაძარში და ტარდება სეანსი და იქ წაგეკითხავენ მაგას. მაგრამ რო უთხარო ნათლობა მინდა, მაშინვე დაგეთანხმება. ჰოი უმეცრებაო. მაშინ მღვდელი რომელიც კვეთებულს სულიერშვილს არ წაუკითხავს, არც ნათლობა არ უნდა ჩაატაროს მაშინ. ნათლობა როგორ იწყება, იცით ხო? 3 შეფუცების ლოცვა იკითხება. ადრე ამას 2 მღვდელი ატარებდა ხოლმე, ერთი ეგზორცისტი, ვინც უფრო გამოცდილი იყო და შემდეგ ხდებოდა ნათლისღება წყალში. მღვდელს კურთხევანში არ უწერია, რომ აი ეს ლოცვები წაიკითხე, ეს არ წაიკითხო. იქ წერია ჯვრის წერის საიდუმლოება, ნათლისღების საიდუმლოება, შეფუცება, ანუ კვეთებული. და არ წერია, რომ ამას კითხულობს გამოცდილი ბერი, ამას კითხულობს გამოუცდელი მღვდელი. ესეთი რამე არ არსებობს. მღვდელს თან დააქვს ყოველთვის კურთხევანი და თუ იცნობს ადამიანს, ოღონდ თუ იცნობს ადამიანს და არის მისი ამხსარებელი და მაზიარებელი, მაგრამ მაინც ცუდად არის.
აუცილებლად უნდა დაეხმაროს ღვთელი და განხსნას შებორკილებული ადამიანი, შეპყრობილი ადამიანი. პირველი ღვთლისგან ეს არის საჭირო. პირდაპირ უთხრა ქრისტემ, მე გაძლევ თქვენ ხელმწიფებას, რომ რასაც შეკრავ, შეკრული იქნება, რასაც გახსნით, იქნება გახსნილი. და თუ შენ ღვთელო გეშინია ეშმაკის, შენ საერთოდ სახარება წაკითხული არა გაქვს. საერთოდ არ გესმის, რა გააკეთა ქრისტემ. რისი გეშინია, ესე იგი შენ იმდენი წმენა არა გაქვს, რომ ესე იციან ხო მე ჩემ ოჯახზე გადმოვა. ესეთი უმეცრება, მსგავსი უმეცრება, მე მგონი რომ რა ვიცი, ძალიან უსიამოვნო მოსასმენია. ეშმაკის მიერ ადამიანი, ადამის მოდმა შეპყრობილი იყო ქრისტემდე. შებორკილი იყო და ყველანაირი ხელმწიფება დაკარგული ჰქონდა ადამიანს. მაგრამ განკაცებულმა ღმერთმა თავისი კაცთმოყარეობით, ჯვარცმით, აღდგომით და ამაღლებით განხსნა ადამიანი ეშმაკის ხელმწიფებისგან, მაგრამ ადამიანი, რომელიც არ ემორჩილება ეკლესიურ სწავლებას, არ ემორჩილება თავის მოძღვარს, არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, თვითონ აძლევს უფლებას იყოს შებორკილი ეშმაკისგან. და მე აბრალებს ვიღაცებს, რაღაცებს და აცხადებს, რომ ასე ვარ, ისე ვარ, ამ მდგომარეობაში ვარ და ასე შემდეგ. აი ამიტომ იცოდე ჩემო ძვირფასებო, რომ დღევანდელი სახარება ეს არის ღვთის მადლის გამომჟღავნება. არაერთ გზის გვითქვავ და კიდევ განმეორდები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს მადლი სხვანაირი რამე წარმოუდგენია. აი მაგალითად ეკლესიაში ვიყავი და საოცარი მადლი მივიღე. აი იქ ვიყავი, მადლი მივიღე. ათონის თაზე ვიყავი და მადლი მივიღე. იერუსალიმში ვიყავი, მადლი მივიღე. აი აქ კონკრეტულ ადამიანთან ეს ღვთელი მადლიანია, აი ეს ხატი მადლიანია. ეს არის გემოთ მოყარეობის ნიმუში, სასწაული მკრეხელობა. მადლი სახარებაში წერია, რომ რჯული მოგვეცა მოსეს მიერ, ხოლო მადლი და რწმენა იესო ქრისტესგან არის. მადლი ყველგან ერთი და იგივეა. რა არის მადლი? მადლი არის ენერგია. რა არის ენერგია? ენერგია არის ბერძნული სიტყვა და ქართულად ნიშნავს მოქმედებას. მე მოვიტანე გრიგოლ პალამას ჰომილიები გზა განხთობისაკენ, გირჩევთ რომ იყიდოთ საოცარი 4 ჰომილიაა თარგმანი და აი აქ არის ზუსტად სწავლება ღვთის მოქმედებაზე, ღვთის არსზე. თქვენ ალბათ გახსოვთ ფერისვალებას, რომ იქადაგება ეკლესიაში და არა მარტო ფერისვალებას, რაზე ქონდა პოლემიკა ბერ ვარლამს, დასავლეთელ ბერს და გრიგოლ პალამას, რომ ის შუქი, ის ნათება, ის სინათლე, რომელიც ღმერთისგან, იესო ქრისტედან გამომჟღავნდა, გამოკრთო ფერისვალების დროს თაბორის მთაზე, კათოლიკები ეხლაც ამბობენ, რომ ეს არის ქმნილი ნათელი. და მეც პირდაპირ გამოგიტყდებით, ხშირად მიფიქრია, რომ ეხლა ეს რა საკამათოა კაცო რა, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდები, იმხელა სიღრმეა ამაში და იმხელა დოგმატი და სწავლება და იმხელა სიბრძნე და შემეცნებაა, რომ თუ შენ ეს არ გესმის, რომ ღმერთის არსი და ღმერთის მოქმედება ერთი და იგივეა, მაშინ ჩავარდები მკრეხელობაში. ადამიანს არ შეუძლია ღმერთის არსება, არსი ბოლომდე შეიცნოს. ღმერთი არავინსა და იხილა წერია, მაგრამ ღმერთის მარადიული უკვდავი ძალა და არსი მის ქმედებებში შეიცნობა. ანუ როდესაც მე სახარება მეუბნება, რომ ეშმაკეული განკურნა, წყალი გადააქცია ღვინოთ, აღდგა, ეს არის ღვთის ღვთაებრივი კი არა, ღვთაებრივი ქმედებები ადამიანებიდანაც შეიძლება რომ გამომჟღავნდეს. კარგად დაუკვირდით. მაგალითად სიკეთე, მაგალითად გონიერება, სიბრძნე, მაგრამ საფრთხო ქმედება სხვა არაფერი არ არის თუ არა მადლი ჩვენზე გადმოსული, რომელსაც ჩვენ ენერგიას უწოდებთ, მაგრამ სინამდვილეში არის ქმედება. აი ამიტომ ჩვენ რომ მოვდივართ წირვაზე, ღვთის ქმედება არის ზუსტად ის, რომ იბარებს შენგან ახსარებას,
გარკვეული მოძღვრის თანდასწრებით თავის სხეულს გადააქცევს სისხლად და ხორცად, ანუ სეფისკვერს და ღვინოს გარდასახვით გადააქცევს. ეს ღვთის ქმედებებია, რასაც ჩვენ ვეზიარებით და ხშირად გვავიწყდება. ეხლა ვხედავ დავინახე ადამიანები მათ გასაგონად მინდოდა ქადაგება, მაგრამ წავიდნენ, იმიტომ რომ ზიარება მიიღეს და გაიქცნენ. ეს არის უმადურობა, ჩემო ძვირფასები. ასეთ რამეს ნუ გააკეთებთ, ბოლომდე დარჩით. მოისმინეთ რა უნდა ღვთელმა რომ გითხრათ, რა გითხრათ რომ ამდენი ხანია დავდივარ და არ ვიცით ღვთის მოქმედებები რაში მდგომარეობს. ზოგს გონია რომ შესაძლებელი რომ გააკეთა ან სხვარი დაკლა ან ვიღაცას რო დაეხმარა, ეს არის მარტო მადლი. ეს არის შენგან გამომჟღავნებული სიკეთე, რომელსაც ღვთის მოქმედების გარეშე ვერ გააკეთებ. არსებობს ღვთის მოქმედების სამი გამომჟღავნება. კარგია რომ ვიცოდეთ, გრიგოლ პალამას სწავლებით. პირველი, აი მაგალითად, ხედავთ რომ მუსლიმანები საოცარ პატივს მიაგებენ თავის მშობლებს. ხო ასია? აი რომ მიხვალთ მუსლიმანებთან, აი ბევრ რაღაცაში შეიძლება რომ ჩვენ მუსლიმანებისგან ვისწავლოთ უფროსების პატივისცემა, მორჩილება ცოლის საქმრისგან. ეს ჩვენ სახარებაში გვიწერია, მაგრამ თანამედროვე ქალბატონებს ვერ ვატყობ მაგას. რა, ჩემი ქმრის მონაკი არავა. არადა ჯურისტერის დროს გითხრა შენ, პავლე მოციქულმა ეფესელთან მიმართ ეპისტოლეში, უბრალოდ არ გაგიმარტა არავინ და შენ პირდაპირ მიიღე რომ მე მონაკი არ უნდა ვიყო. უბრალოდ ეს ჩვენ არ გვესმის, იმიტომ რომ არავინ არ გვიხსნის ამას. ჯურისტერის დროს გვირგვინები ედგმებათ. იცით, სიძე პატარდას რატო ედგმებათ, იცით? რომ მათ გაიმარჯვეს უნებაზე და ურთიერთობა არ ქონიათ არც ერთმანეთთან და არც სხვასთან ქორწინებამდე. ასეთები არიან? ძალიან ცოტა. აბა ვის ვატყუებთ, ჩემო კარგებო? ვის ვატყუებთ? რატო ვიტყუებით? ეს ხო სიცრუეა. პირველი ღმერთის მოქმედება, ანუ ენერგია, ანუ მადლი, მჟღავნდება საქმიანობაში. საქმიანობა, როგორც გითხარით, თქვა, შეიძლება აკეთებ სიკეთეს, შეიძლება ქმრის მორჩილი ხარ, შეიძლება პატივსცემ უფროსებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს ქმედება ვერ გაცხონებს შენ. შეიძლება დაგეხმაროს ხონებაში, რომ გადახვიდე მეორე საფეხურზე. მეორე საფეხური ღვთის ქმედება, მჟღავნდება გარკვეულ მეცნიერებაში, გარკვეულ ფილოსოფიაში, გარკვეულ მედიცინაში იქნება ეს თუ გარკვეულ დისციპლინაში. თქვენ გინახავთ აკადემიკოსები, მეცნიერები, ძალიან ბევრი რამე კაცობრიობისთვის საჭირო აღმოჩენა გამოიგონეს და კაცობრიობამ ამით ამოისუნთქა. სხვანაირად სოკრატე ვერ იქნებოდა სოკრატე, ვერც პლატონი და ვერც არისტოტელე. ვერც მენდელეევი, ვერც აინშტაინი. იცით აინშტაინი რას ამბობდა, როცა აქებდნენ რომ საიდან ამდენი სიბრძნე, საიდან შენ ეს ფორმულები ვიპარებიო ღმერთის ლაბორატორიაში და იქიდან ვიწერ ფორმულებსო. აი სიმართლე. თქვენ გონიათ ნიუტონმა აღმოაჩინა მიზუდულობის კანონი? არა. ან ვაშლი რო დაეცა მაგით აღმოაჩინა? არა. გონიერი ადამიანი იყო და მიხვდა ამას. მიხვდა, მან ღმერთის ქმედებები წაიკითხა. როგორც პავლე მოციქული წერს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, მისი უხილავი მარადიული ძალა ქმნილებათა შექმნით შეიცნობა. ასეთი ლამაზი მზე, ასეთი ლამაზი ვარსკვლავები, მდინარე, ოკეანეები, ბალახი, ხეები, ყვავილები, მცენარეები, ფლორა და ფაუნა. როგორ შეიძლება ჟან-ჟაკ რუსო ამბობდა, ხა წარმოიდგინეთ, ჟან-ჟაკ რუსო არ არის ჩვენთვის მისაღები პიროვნება, მაგრამ შეიძლება რომ პეპლის ერთი ფრთა აიღო და იმით მორწმუნე გახდეო. 3 დღე ცოცხლობს პეპელა. ეს მეორე, ესე იგი, ღვთის მოქმედება, ანუ მადლი მჟღავნდება პირველ რიგში საქმეში, არ არის საკმარისი, მეორე აზროვნებაში და მესამე ღვთელ მოქმედებით. მაცხოვნებელი ქმედება არის სხვა არაფერი თუ არა ღვთელ მოქმედება. სადაც ეკლესია, იქ არის ღვთელ მოქმედება. და თუ ეკლესია არის და იქ ღვთელ მოქმედება არ ხდება, ანუ არ ტარდება წირვა, სეფისკვერი და ღვინო არ გადაიქცევა სისხლად და ხორცად, არ ხდება აღსარება, არ ხდება ზიარება, არ ხდება ჯვრისწერა, არ ხდება ღვთლობა, იქ ეკლესია
არ არის. და ერთადერთი მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება სრულყოფილი ღვთელმსახურება 7 საიდუმლოს სახით. და ვისაც უნდა რომ განთავისუფლდეს ბოროტის ბორკილებისგან და აღარ იტანჯებოდეს ცრუ აზროვნებით, წვალებლობებით, ცრუ შეხედულებებით, ამპარტავნებით, მრისხანებით, სასწრაფოდ მიდით მოძღვართან და უთხარით: მამაო, დიდი ხანია არ ვზიარებულ ვარ. ეხლა ერთი ჩემი სულიერი შვილი იყო, დიდი ხნის სულიერი შვილი, რომელიც ვეღარ ამბობს სახსარებას, მაგრამ მე მაინც მივეცი კურთხევა ზიარების. ეს ემართება დიდი ხნის მრევლს და ძალიან ბევრი ვერ იგებს რა უნდა თქვა სახსარებაში. რატო იცით? რომ უკვე ცოდნა აქვს იმდენი, რომ ყველაფერი დაახლოებით იცის, სად, როგორ, საიდან მოდის და თვითონ განცდა დაკარგა თვისთა ცოდვათა. ძალიან კარგად ხედავს მღვდელს რა ეშლება, მრევლს რა ეშლება, სხვას იქ რა ეშლება, ქუჩაში, ავტომობილში, ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ ადამიანს რა ეშლება, ამას სამწუხაროდ ვერ ხვდება და ჩვენ მტრებს ვეძებთ ყოველთვის სხვაგან. იმის ბრალია, ამის ბრალია, ჩემი ცოლის ბრალია, ჩემი ქმრის ბრალია და აი ესე დღემდე მოვდივართ აქ. რატო იცით? იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის მოქმედებას, რომელიც პირველ რიგში ჩვენ განხთობას უწყობს ხელს, ვერ განვიცდით. და გონია რომ მირო მდინარე ხატი რო დავინახე, ეს არის მადლი. მირო მდინარე ხატი არის სასწაული. და მიგანიშნებს იმაზე, რომ შენ რაღაცა გეშლება, რაღაცას ვერ აკეთებს სწორად და მიდი მოძღვართან, მიდი სასწრაფოდ მოძღვართან. კეთროვნები რო განკურნა ქრისტემ, რა უთხრა? მიდი ღვდელთან, რომ ღვდელმა დაგიმოწმოს, რომ შენ ამდვილად განკურნებული ხარ. ამით მიანიშნა ქრისტემ, რომ აუცილებელია ღვდელმოქმედება და აუცილებელია დაგეხმარო შენ ეკლესია და ხელდასხმით ნაკურთხი პიროვნება, რომელიც შეიძლება საერთოდ არ მოგწონს შენ, რაღაც არ მოგწონს მისი მოკლედ, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მას შეუძლია რომ შენ ცხონებაში დაგეხმაროს. მას შეუძლია დაგანახოს ღმერთის მოქმედებები, რაში მჟღავნდება. ჩვენ ხშირად გვაინტერესებს, რომ აი ამდენი ხანია დავდივარ, საუბრო, პარაკლისები, დაუჯდომლები და რატო ღმერთი არ მელაპარაკება? გინდათ ღმერთის ხმა რო გაიგონოთ? აი ხლა რო ჩახვალთ ქვევით, ნებისმიერი ეროვნების მათხოვართან მიდით, ჩვენ ხო ხურდებს მივცემთ ხოლმე. ხურდებს რომ ისემ უთხარი რომ დამელაპარაკე. რასაც მათხოვარი დაგელაპარაკებათ, იქიდან სათვალეთ რომ ღმერთი დაგელაპარაკებათ. ნებისმიერი მათხოვარი, რომელიც რაღაცას გეუბნება და შენ არ უსმენ, შენ ხო მოვალეობა მოიხადე და მიუყარე, თუ ვერ გაასწარი შუქნიშანი თუ აინთო მწვანე და გახვედი ხო გადარჩი და ვერ დაეხმარები და თუ ვერ გაასწარი და მოვიდა საწყალი, შენ მაშინვე ეძებ რაღაცა 20 თეთრიანებს, რომ მოიშორო თავიდან. ცოტა ხანი უთხარი, რამე მითხარით რა. იცით ას გეტყვის? მადლობა, დალოცვილი იყავი. ღმერთი გელაპარაკებათ, ჩემო კარგებო, ღმერთი გლოცავთ ამ დროს. ღმერთი გესაუბრებათ, ღმერთმა მეტი რა უნდა გითხრათ, რაც სახარებაში არ წერია. რაც ბიბლიაში წერია და წმინდა მამების მიერ არის ნათარგმანები, ეს არის ღვთის სიტყვა და მისი ანალიზი და მისი ჩვენთვის გასაგებად გადმოცემა. მაგრამ ჩვენ ხო კიდე გვინდა რაღაცა რო გითხრას. აი ერთი მორწმუნე ადამიანი იყო და ხშირად ლოცულობდა და სულ უნდოდა რომ ღმერთს ეთქვა მისთვის რომ შენი ლოცვა შეიწირა თუ არ შეიწირა. ოღონდ ჩვენ გვაინტერესებს ხოლმე, ხო? და ერთი მეზობელი ყავდა გადაკიდებული, რომელიც ამ კაცს ვერ იტანდა. ხო და ეს ლოცულობს, მოკლედ, ადრე ესეთი სახლები არ იყო, როგორც დღეს ბინებია, ხო, ჩაკეტილები რო ვართ საპრობილეში. ადრე ჩანდა ადამიანი რას აკეთებდა. და ამან რო ჩამოიარა, გაბრაზდა რომ ეს ლოცულობდა და უთხრა რომ შენი ლოცვაო ღმერთს არ ესმისო. ამან არ მიაქცია ყურადღება. გაიგეო, შენი ლოცვაო ღმერთს არ ესმისო. კიდე არ მიაქცია ყურადღება. შენი ლოცვა ღმერთს არ ესმისო. მობრუნდა და დიდება შენ და ღმერთო ძლივს არ მიპასუხეო, კაცო. აი თურმე ჩემი ლოცვა არ გესმისო და მადლობაო რომ მიპასუხეო რა.
მთელი ცხოვრება ეგ მაინტერესებდაო, რომ გამეგო მისმენ თუ არაო და რა კი არ მესმენო, ესე იგი ჩემშიაო პრობლემაო და აწიო გამოვსწორდებიო და შევცვლიო ჩემ ცხოვრების წესო, იმიტომ არ მისმენო და მადლობა მოუხადა ამ ადამიანს, რომელიც ეუბნება არ გისმენსო, არ გისმენსო. მადლობაო, ესე იგიო, რომ გავიგეო. ადრე ვერ ხვდებოდი, მეგონაო, რომ ჩემი თავი ოქროპირი ვიყავიო და თურმე როგორი ცოდვილი ყოფილოარო, რომ მადლობა ღმერთო, რომ როგორც იქნაო გავიგონეო შენი პასუხიო. აწიო, შევიცვლებიო. ასე გავაკეთოთ, ჩემო ძვირფასები. ჩვენ იმას კი არ უნდა დავაბავოთ ღდლემა, რომ რევლი აღარ დადის და ვაიმე და უიმე, ან მამაოს ბრალი, არა. ჩვენ თავში ვეძებოთ პრობლემები. არც ღმერთში, არც მოძღვარში და არც ეკლესიაში. ღმერთი უცვლელია. ღმერთი გუშინ, დღეს და ხვალ იგივეა უკუნისამდე. და ჩვენ შევიცვალოთ, ჩვენ გავიზარდოთ, ჩვენ თავში დავინახოთ პრობლემები და დაიწყება ჩვენი განხთობა. საოცარი წიგნია. აი გილოცავთ, ვისაც არ გაქვთ ეს, შეიძინეთ აუცილებლად და წაიკითხეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ბევრი ვიმუშაოთ ჩვენ თავზე და ჩვენ რო შევიცვლებით, ჩვენი ოჯახის წევრები შეიცვლებიან და ჩვენი ქვეყანაც ერთხელ და სამუდამოდ დაადგება ჭეშმარიტების გზას. ჩვენთან არის ღმერთი.